GoGaGGG.com გზაჯვარედინი როგორ ხარ? ელიუ, შენი დახმარება მჭირდება, რაღაც უნდა დაგავალო. ამ წუთას ისეთი გაცოფებული ვარ, რომ მხოლოდ მკვლელობაზე თუ დაგთანხმდები. მეც მსგავსი რამ უნდა მეთხოვა. გეფიცები, მართლა გაბრაზებული ვარ. ლამის გავცობდი წუხელი მქალმა ჩემს ჩანთებს რომ დაარწყია. ჩემი ახალი ჩანთები. გადასაყრელი გამიხდა. ხო და სწორედ ამიტომაც დაგირეკე. ეს კოშმარი უნდა დასრულდეს. იამანი, ჯერ კიდევ არ წასულა? საწავა. კიბასავით მიეწება სერეზებს და აღარ ცილდება. ვერ ხვდები ასე რატომ ეფერებიან ამ ბიჭს. ეთყობა საამისოდ რაღაც მიზეზი აქვთ. თორემ ამდენი საშინელების შემდეგ სახლში როგორ აჩერებენ? არ ვიცი, მაგრამ მგონი დროა მოქმედება შეუდგეთ. ეგ საზღარი აქედან უნდა გავაწევოთ. სხვა გზა არ გვაქვს. ძალიან დავინტერესდი ამ ბიჭის ისტორიით. ამის გარკვევას მარტო შენ თუ შეძლებ. ხო და გავარკვევ. წარმოიდგინე რომ ჯარისკაცი ხარ. გაქვს იარაღი, საბრძოლო მარაგი და დავალება. შეგიძლია დახოცილების იარაღიც აიღო. ეს მეცხრე თამაშია. ცივი ომის პერიოდი არ არის. მოქმედება 2025 წელს ხდება. უკვე მთავარი გმირის შულს ეთამაშები. ძალიან მაგარია. მეც ვითამაშე. მართლა მაგარი თამაშია. მესმის, მაგრამ მე იარაღებით თამაში უფრო მომწონს. შენ ხომ იცი? ხო. თუმცა არა უშავს. მაინც ნახავ, გმადლობ. გეფიცები მართლა საინტერესო თამაშია. კარგი? ნახოთ. ხვალ იგივე დროს შევხვდეთ. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. დროებით. დამეხმარე, სკატი, დამეხმარე. მერტ. არ არსებობს. მე მეძახდი? მერტი აღარ ქვია? მერტი? კრემი დაგრჩენია. მითხრეს რომ აგიპოვიდი. მე მეძებდი? ხო. არ არსებობს. ნავისთვის მართლაც ელიული დაგირქმევია. მეგონა ხუმრობდი. არა. ელიული იგივე სექტემბერი, ყველაზე ლამაზი თვია. თანაც ერთ სულიერსაც, ამაზე ლამაზი სახელი არ შეიძლება ერქვას. რა საყვარელი ხარ? არ არსებობს. რა მოხდა? ვიყურები ფარული კამერით ხომ არ მიღებენ. გამიკვირდა რომ მიცანი და სახელი სწორად დამიძახე. თანაც მეძებდი. გამომეცხადე და მითხარი რა საყვარელი ხარო. რა კი ეს სიზმარი არ არის, ესე იგი ხუმრობაა. ხომ ასია? ახლა ალბათ საიდანმე ის საფრთხობელა ორკუნის გამოხდება და ორივე ერთად დამცინებთ, არა? საფრთხობელა? ორკუნს საფრთხობელას ეძახი? რა მაგარია? ნუ იხურები, გეფიცები, ეს ხუმრობა მართლა არ არის. ამ ნავის მართვა იცი? რა თქმა უნდა. ეს შეიძლება შენ არ იცოდე, თორემ მე ბავშვებს ამისმეც არაფერს ვასწავლე. ხო. ხოჭა. მართლა გეუბნები. მაშინ გამასაირნე. სიამოვნებით. რატომაც არა, რა თქმა უნდა, გაგასეირნებ. კარგად ხარ? ხო, ყველაზე კარგად ვარ. შესანიშნავად.
Portoklis წვენს დალევ. გმადლობ. გმადლობ. ვწუხარ იმაზე, რაც დილას მოხდა. მამა ჩემი იამანის მიმართ თავიდანვე აგრესიულად განეწყო. თან საჭიროზე მეტად. ჩემი აზრით, ყველამ ჩვენი ვთქვი და გარკვეულ ხანს მაინც არ ღირს ამ თემაზე საუბარი. ამას გარდა შენს დაუკითხავად ფარუკისთვის ფული არ უნდა მესესხებინა. გთხოვ, მაპატიე. სელიმ, ნუ გამირები ხარ. ისედაც ყველაფერს ვნანობ. სუდი სპეციალურად რომ არ ეთქვა, ალბათ ამას ვერასოდეს გავიგებდი. იმიტომ არ გითხარი, რომ ფარუკს დავპირდი და არა იმიტომ, რომ შენ გიმალავდი. ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი. შენი ბავშვობის მეგობარი რომ მოსულიყო და ყოფილი შეყვარებული. ისევ თავიდან იწყებ? არა, არაფერს არ ვიწყებ, უბრალოდ შეგისწორე. ფარუქს შენს ბავშვობის მეგობარს ვერ დავარქმევთ. ის ფული მხოლოდ იმიტომ მივეცი, რომ მითხრა პრობლემები მაქვს. ცხოვრებაში პირველად მთხოვა დახმარება და უარი ვერ ვუთხარი. კარგი, რა კი ასეა მორჩეთ ამაზე საუბარს. თავს ნუ მარიდებ, გთხოვ. ამას ვერ გავუძლებ. გაბრაზებული ვარ, ენდერ. ვიცი. და მართალიც ხარ. მაგრამ სიტუაციის გამწვევება არ ღირს. ვცდილობ ურთიერთობა გამოვასწორო. ხედავ. აი რატომ დააძალე ამას აქ დარჩენა? ან შეიძლება იმიტომ რომ უარის თქმით დაიღალე. უბრალოდ ვცდილობ ყველაფერს შენი თვალით შევხედო. ვცდილობ შენი ნათქვამი მოვისმინო და საკუთარი ცხოვრების გარდა სხვისიც დავინახო. ჩემი გადმოსახედიდან იამანი ნახშირს გავს, მაგრამ შენი თქმით, თუ მას კარგად დავამუშავებთ, ალმასად იქცევა. მინდა რომ ეს სიმართლე აღმოჩნდეს. რა ხდება, სუზან? ტელეფონთან გთხოვენ. გმადლობ. გისმენთ? ბატონო სელიმ, კენენი ვარ, იამანის და. საიდან რეკავ? ცოტა დრო მაქვს. მითხარით იამანს რა შეემთხა? რა ხანძარზე იყო საუბარი? გათიში, ახლავე გათიშე ტელეფონი. თუ წაგასწრეს პრობლემები შეგექმნება, მიპასუხეთ რასაც გეკითხებით. ჩემს მას რამე შეემთხა? იამანი კარგად არის, სანერვიულო მართლა არაფერია. თან დედა შენიც უკვე გამოვიდა ციხიდან და თქვენს მამინაცვალ შეურიგდა. რა? დედა ციხეში იჯდა? არ იცოდი რა თქმა უნდა. უმნიშვნელო პრობლემა ჰქონდა და უკვე მოვაგვარეთ. ისთვის დააკავეს. დედას რა შეემთხვა? ვინმე მაწყენინა? განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. არ ინერვიულა. იმ კვირაში გინახულებ და ყველაფერს გიამბობ. ყორმილი დაკიდე, მოდიან. გაზეთებში იამანზე რასაც წერენ, მართალია? გაურკვევლობა იყო. იამანი კარგად არის, ყველაფერი რიგზია. ახლა კი სასწრაფო დაკიდე ყორმილი, თორემ პრობლემები შეგექმნება. გათიშე ტელეფონი. გესმის რა გითხარი, კენან? გესმის? კენან. ალო. მისი ძმა იყო? მამა შენმა სად იპოვა იამანი? მამას არ უპოვია. უბრალოდ იამანის საქმე მომაჩენს გადასცეს. და მისი ძმის საქმე? მაგაზეც მამა მუშაობს. დედამისის საქმესაც ის უწყება. დედამისის? ხო, ის შემთხვევა რომ მოხდა, არა? გასაგებია. ჩანთის ფული რომ მიეცით, იმ ჰასანს. ხო, ჰასანს. ეგ ვინ არის? იამანის მამინაცვალი. არეული ოჯახი აქვთ. ხო. და მიუხედავად მისი უვარგისი ნათესავებისა, იამანი მაინც არ გაუშვით სახლიდან. იამანი ძალიან განსხვავდება მათგან. მე რა? ნუ თუ ბატონი სელიმ სერეზი ასეთი კეთილშობილი ადამიანია. ამას ვერ დავიჯერებ. აშკარად სხვა მიზეზი უნდა იყოს. აქ იამანზე სალაპარაკოთ მოხვედი? არა. უბრალოდ ვცდილობ გაგიშინაურდე და შენთან საერთო ენა გამოვნახო. მაგრამ თუ მოგბეზრდა მითხარი. არა, არ მომბეზრებია. კარგი, მოვრჩეთ. მართალი ხარ. მოდი გავირუჯოთ. შეგიძლია ზურგზე წამისვა? მე? აქ სხვა ვინმე შეხედა?
რა საშინელებაა? ამდენი ხანი ერთუბანში ვცხოვრობთ და შენ შესახებ არაფერი ვიცი. შენსაც მიამბე რამე. ვინ არის შენი უახლოესი მეგობარი? ვისთან ერთობი? რა საქმიანობ? ჩემი უახლოესი მეგობარი, რა თქმა უნდა, იამანია. ჭირდება უფრო მუდმივი მეგობარი შეგერჩია. რატომ? იმიტომ რომ იამანი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. დამიჯერე. ასე ნამდვილად არ იქნება. სულ მალე დედა მუდმივ საცხოვრებელსაც მისცემს. მართლა? ხო. ჩვენი ფონდის უნივერსიტეტში აბარებს და სრული სტიპენდია დაენიშნება. თუ ჩაირიცხება, აქ დარჩება. დარწმუნებული ვარ, უსათხოვად მოეწყობა. რა კარგია. თუმცა არ მგონია დედამისმა მოსვენება მისცეს. ის ჰასან შეურიგდა. სავარაუდოდ იამანმა სამუდამოდ დაკარგა დედამისი. პაზლივითაა. ვერაფრით ავაწყე სრული სურათი. მიმდევრობით მომიყევით, რომ სულ დავიბენი. რატომ არ უნდა იამანს, რომ დედამისმა მის მამინაცვალთან ერთად იცხოვროს? ეს გრძელი ამბავია, მაგრამ მოკლედ მოგიყვები. შენი მოსმენა ყველანაირად მსიამოვნებს. თუ ასეა, თავიდან დავიწყებ. ვისი იმედი გაქვს? იმ ლეკვის ციხეში რომ ზის თუ იმ პატარა ნაბიჯulis? იამანი აქედან მხოლოდ იმიტომ გავუშვი, რომ შენს ბინძურ სისხლში არ გასროდა ხელი. კარგად მომისმინე. ესადაც ვერ წახვალ. შენ შვილებს მოსვენებას არ მივცემ. მოუკლავ იმ ნაბიჯურებს. ჩემ შვილებს ახლოს არ გაეკარო. თორემ მაშინვე ვიტყვი, ტურუნჩ ნადირი ვინ არის? გაეთრია აქედან. იცოდე. თუ მიმატოვებ, შენ შვილებს ვეტყვი, რომ მათი მამა შენ მოკალი. გესმის? თავი დამანებე. ნევინ. კარგი ამბავი მაქვს. მე მედითან ახმაა, რომ სამუშაოზე ისე მიგიღოს. კარგია. ამაღალვენ შეძლებს სცენაზე გასვლას, არა? აქედან წასვლა მინდა. კარგი. შევეცდები სამოგზაუროდ წაგიყვანო. სამუდამოდ მინდა აქედან წასვლა. მოდი გავემგზავროთ და აღარასდროს დავბრუნდეთ. ეს შეუძლებელია. აქედან ვერ საწავალთ. ეს ორივესთვის სარისკო იქნება. ჩვენი თავშესაფარი ეს ორმოა. აქედან წასასვლელად ბევრი ფულია საჭირო. ბევრი ფული საყვარელო. მირა. როგორ ხარ? კარგად. მე და ელი ულმა ზღვაში ვისეირნეთ. აქ რა გინდა? მე მეძებდი? არა, ორკუნს ვეძებ. ორკუნი დღეს იამანთან ერთად დამწვარ სახლში მუშაობს. მართლა? ხო, ერთად მუშაობენ. ხანძრის გამოწვეული ზარალი უნდა ანაზღაურონ. მართლა? ხო, შეცდომა ამ გზით უნდა გამოასწორონ. წამოდი, მაგარი რამე უნდა გიამბო. ახლა რას ვაპირებთ? ჩვენ მივდივართ. ნახვამდის. მოდით რამე ვჭამოთ. ეგ პატიჟებთ. რამდენი მერტი დღეისთვის მეტის მეტი იქნება. დროებით. დროებით. ელო, რა ხდება? ჩუმად. იამანზე იმდენი რამ შევიტყვე, რომ შეიძლება წიგნიც კი დავწერო. გმადლობ. გემრიელად მიირთვი.
შენ რა არ ჭამ? რა? შეჭამე რამე, თორემ ძალა გამოგელევა და დასუსტები. შენს თავს მიხედე, უთამოყარეო. რა ხდება? კიდევ ვერ მორჩი საქმეებს. გონი მან თყოფნა ძალიან გაგიტკბა. ვერ მოვისვენებ სანამ ამ ნაბიჯვარს არ მივახჭობ. კარგი რა ნუ აზვიადებ. არ ჩვენ მოგწონს, მაგრამ არ ვაწუხებთ. მოეშვი თავისთვის არის. თავს ვერ ვერები. თხილად იყავი, მან უნდა ვიხარ. დამაცადოს მაგ ნაბიჯვარმა. როგორ მიდის საქმეები? მე დაგირეკავ. ხომ გეუბნებოდი ჯერ არ გამშრალა მეთქი. წადი შენი. არც გაბედო. ერთ-ერთზე ვერაფერ შეძლებ. გებრიელად მიირთვით. გმადლობთ. გმადლობ. ორკონი ბევრს ეცადა გამოეწვია, მაგრამ იამანმა თითი არ დააკარა. მერე იატაკზე დააგდო, მაგრამ არაფერი დაუშავა. იმედია მერეც ასე იქნება. ფილმებში რომ არის ზუსტად ისე მოხდა. მომენტალურად ჩაავლო ხელი. თან უთხრა. არც გაბედო. ერთ-ერთზე ვერაფერ შეძლება. ასე იყო. ის კი ჩასრულივით გაიძურზა. მოდის ვიხდი, მაგრამ ზუსტად ასე იყო. სხვა სახელს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. რა მოხდა? ზუსტად ასე იყო. წადი პირი დაიბანე და ნახე იამანი სად არის. აქამდე რატომ არ გამოჩნდა? ნუ აზვიადებთ. ორკონი ერთით რა მერტ. სელიმ, შენ მაინც მოიქეცი სერიოზულად. მხარს რატომ უჯერ? ვინიც ის კიდევ რისი გაგონება მოგვიწევს. ეტყობა ერთმანეთში ასე ლაპარაკობენ. დაინახე როგორ მოვიდნენ. რა თქმა უნდა. ყველა შოკში იყო. რაც მოხდა იმის შემდეგ ერთად როგორ უნდა იცხოვრო. ვისი რა საქმეა? რა თქმა უნდა. რა სიზამს? დასასვლელი არ სად აქვს? შეგვეძლო ერთად გვეცხოვრა. აი ეს წუთი ეს სახლიდან გამოვიდნენ. დედა შენ საღამოს კაბა აცვია. ეტყობა ყველაფერი რიგზე აქვთ. წავიდნენ. კარგი, მოგვიანებით დაგირეკა. იამან, აქ აღარ დაბრუნდები? სანამ ეგ იდიოტი მან ცხოვრობს, ვერ დავბრუნდები. რა თქმა უნდა, სულელის გარდა აქ მინდა ბრუნდება. შვენიერ სახლში ხარ დაბინავებული. რა სისულელეს ამბობ? რომელ დაბინავებაზე მელაპარაკები? მე აქ მუშაობ, კი არ ვისვენებ. ყოველ შემთხვევაში მუშაობ მაინც და დოზლო დერეს ტალახის ძელა არ გიძევს. აი, შენ უნდა გაგითიშო. მოგვიანებით დაგირეკავ. კარგი, თავს გაუფრთხილდი. ნახვამდის. იამან, გისმენ. რაც მოხდა იმ ყველაფრის შემდეგ, დედამ პირობა ჩამომართვა, რომ კენას დავცილდებოდი. წერილი მივწერე და ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი. ისედაც ყველაფერი ნათელია, ერთად ვეღარ ვიქნებით. საქციელ სიხლი კარი არა? როცა აშავებდა, ჩემზე რატომ არ ფიქრობდა? შენი საქმის შენიც, ნახვამდის. სუფრასთან გელოდებიან. დედას ეწყინება. კარგი, წავიდეთ. გმადლობ. თუ ძენო იფიქრებ. ეგ სისულელეები ამოიგდე თავიდან. ეს ახლა გიჭირს ამაზე შეგუება, თორემ მერე დამშვიდები და ბედს შეურიგდები. ერთი წელი გადაგჭა. დრო უცებ გადის. დამიჯერე ძმაო. ამდენ ხანს ვერ მოვიცდი.
ის ხასანი კი მათი მამინაცვალია. მოსიარულე პრობლემაა. ნამდვილი ეშმაკი. წარმოიდგინე, განცხადება რომ გამოეტანა გერს ქრთამი მოსთხოვა. ეს აღარ მიამბო. იმ კაცის გადამკიდე ორივე ძმას ბავშვობა გაუმწარდა. როგორც ჩანს, იამანს ვერ იდანს. საჩემო კაცი ყოფილა, ერთმანეთს კარგად გაუგებდით. დედამისი გაბედული ქალი ყოფილა. ისევ იმ კაცს რომ დაუბრუნდა. მერტმა თქვა იამანი იმ სახლში აღარ დაბრუნდებაო. ყველაფერი გათვალეს დამიჯერე. პირი შეკრეს, ფულის გამოძალვას ცდილობენ. ექსერეზები კი უთვინოები არიან. სულ ეს არის. იამან კოპერზე თავიდან ბოლომდე ყველაფერი გიამბე. მადლობ. შენ რა, მარტო მადლობით გინდა გამოძრე? მთელი დღე იმ აკაკას მოსმენა მომიხდა. ის ჩემს მოთმინებას აღემატებოდა წერტილი net. რა? ეს მისი სიტყვებია. ოცნება ამიხდა. ეილიული ჩემს ნავში იჯდა. წარმოიდგინე ეილიული ეილიულში. შესანიშნავი ამინდი, 7 ზღვა, დიდხანს ვილაპარაკეთ. თითქმის ყველაფერზე. შეგატყვე. სიმაღლეშიც გაზრდილი მეჩვენები. გებიცები მეგობარო, ამ დღეს 9 წელი, 8 თვე, 6 დღე და 18 საათი ველოდი. შენ რა ითვლიდი? არა. ჩემს მაგირად გოგონამ დაითვალა. სულელი ხარ. კარგი, მითხარი. თქვენ შორის დიალოგი შედგა თუ როგორც ჩვევია მარტო თავს უქნევდი? ხომ გითხარი ურთიერთობის დონეზე ვისაუბრეთ? ინტიმურ მხარეს არ მინდა შევეხო, მაგრამ ზურგზე კრემიც კი წაუსვი. სხვა რა გინდა? გებიცები მართლა ასე იყო? და მეც წაუსვი. ესე იგი ერთმანეთს დაუახლოვდით. ჩემი აზრით, როგორც წესიერმა ადამიანმა, ცოლადაც უნდა შეერთო. კარგი რა. იმედია დღეს დადგება. ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ. კარგი ფეხი ქონია. კარგი რა, ნუ აზვიადებ. ყველაფერზე თავს უნდა დაუქნევ. ცოტა სიმკაცრე გამოიჩინე. რა? ეს შემოწმებული და დამტკიცებული მეთოდია. ქალს ძალიან არ უნდა გადაყვე. თან თვითონ მოვიდე შენთან. ესე იგი თუ მოვა უყარვარ? ხო. ესე იგი აირანსაც დავლებთ. ერთმანეთს კარგად გაუგეს. რვა წლიდან უმძიმესი ტკივილით სასტე ცხოვრება ქონია. იცი, ეგ ბიჭი სერეზებს უკვე შვილი ვიწყავთ. ფეხზე წამოაყენეს. მგონი ხელიდან გასაშვები ბიჭი არ არის. რა სიტყვი? რა სისულელეა? რატომ? ისე უბრალოდ. თუ მოგწონს? ეგ რა შუაშია უბრალოდ. ძალიან კარგი. მაშინ იცოდე რომ დღეიდან მოქმედებას ვიწყებ. რას უყურებ? შემთხვევით ოზლუდერელ ბიჭს ხომ არა? რა სისულელეს ამბობ? გამოფენის ფოტოებს ვახარისხებ. ხო, თორემ დედას გულის შეტევა არ ასწდება. რამე თუ დაგატყო. ზღაპრებს ნუ იგონებ. იამანი საერთოდ ის ეილიულს მოსწონს. ესე იგი ის რომ არა შენ დაადგამდი თვალს რა? ახლა ვეგადი ჩემი ოთახიდან. ბატყოფ ეილიული გიждდება ნაგავში ქექვაზე. გადი მეთქი. ცნობისთვის აუზას უკთავებს. რა სიტყვი? ხომ შეიძლება რამე გამოვიდეს? შეიძლება. დამშვიდ, დამიჯერე. ეილიულია. თვალებს არ უჯერებ. წერს DM-ში მოდია. მოვდივარ. მაგიატო შენ შეუკვეთე? ხო, გმადლობთ. წერს ხვალ სადმე დავსხდეთო. შენს გეპატიჟება? სამნი უნდა ვიყოთ. ეთყობა პირველ შეხვედრაზე მარტო რომ იყო, ახლა ერიდება.
რა სიტყვი? რა მივწერო? როგორც ვატყობ უარი რომ გითხრა, შენ სულ არ სიტყვი. არავითარ შემთხვევაში. კარგი. ოღონდ ცოტა ხანს დავრჩები და მე წავალ. მაგარი ხარ. კარგი. ხვალ სადმე წავიდეთ. Çıkalım. გამოგივლი. Alırım. Alırız yani. უпростоრად გამოგივლით. ხო, ჩემს გვერდით იქნები. არ მაინტერესებს. სად მივდივართ? მას იგვეპატიჟება. ანუ მერტ ასიმ სეზერი გვეპატიჟება. იამანიც მოვა. შენ მაგაკას გაართო, კარგი? იამანს? მერტს, რა იამანს? ძალიან საყვარელი, მაგრამ ნამდვილი მაგაკაა. ნამდვილი. მერტს ხომ გაართობ? გთხოვ, ჩემი ხათრით. რატომაც არა? ძალიან მომწონს, საყვარელი ბიჭია. ყოველ შემთხვევაში სკოლაში ასე იყო და მე აღარ მქონია კავშირი. დავარია ხვალ საღამოს ახლოს არ გაგვაკარო და მეტი არაფერი მინდა. შევთანხმდით. წერს დრო მომწერეო. ჩემი ბაჭია. მომწერა. დრო მომწერეო, ჩემი სიხარული. სულ გაგიჟდი რა ბაჭია, რა სიხარული. ვერ ვიჯერებ. რა ჩავიცვა? სმოკინგი ჩაიცვი. არ შეიძლება, ძალიან სერიოზული იქნება. ჩემს ბედნიერმა ისურს შავიცვა. ნეტო სუფთაა? უნდა შევამოწმო. დეი და სუზანი უნდა ვიპოვო. ბალახზე უნდა გავირბინო. დეი და სუზან. სუზი, არანორმალურია. გამარჯობა. მირა. გუშინდელისთვის დიდი მადლობა. შენ რომ არა ალბათ უარესი მოხდებოდა. Olay bayağı yanlamıştı. დედა კარგად არის? ალბათ კარგად იქნება. იმედი მაქვს. ლიმონის წვენი არ გინდა? თვითონ მომამზადე. ყინული ვიცივია. ძალიან გემრიელია. შეგერგოს. რა იყო? გაგიკვირდა? არ ვიცი, არ მეგონა სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვარდა. კარგი რა. ხო. შენაერი გოგონები მომსახურებას არიან აჩვევი. Birine hizmet ettirmez. ანდა სადმე რომელიმე კაფეში ლიმონის განსაკუთრებულ წვენს მიირთმევენ ხოლმე და როგორც წესი, სხვაზე აღარაფერს ვამენ. რა გითხრა? ახლა სიამოვნებით დავლევდი ალაჩატში მომზადებულ ლიმონის სასმელს. საინტერესოა, ნეტავ ადგილზე მიტანი თუ ემსახურებია. აი ხომ თქვი? ვიხუმრე. ჩემ შესახებ ბევრი რამე არ იცი. მაინც რიგრიგობით ვთქვათ. ჯერ შენ დაიწყე. კარგი. ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში საიდუმლო აღარაფერი დარჩა. Ama çocuk თუმცა ბავშვობაში მინდოდა ცნობილი ფეხბურთელი გამოსულიყავი. მართლა? მათ ყველაზე დიდი შემოსავალი აქვთ. საუკეთესო მანქანები ხავთ, ყველაზე ლამაზი გოგონები ეხვევიან გარს. ეს ყველა ბავშვის ოცნებაა. მერე? olamadı ki. ფეხბურთელი ვერ გავხდი. ახლა შენი ჯერია. მე მინდოდა მომღერალი გამოსულიყავი. უпростоრად ახლაც მინდა. Hala istiyorum. ამას იმიტომ ხომ არ ამბობ, გუშინ ჩვენს გადასარჩენად რომ მოგიხდა სიმღერა. Olmadı mı? Yok. არა, მართლა მინდა. Yani gerçekten ყოველთვის მინდოდა სცენაზე მემღერა. bir şarkı söylemeyi istedim. ახლაც იგივეს ვოცნებობ. ჩვენთან ახმა ვართ. Ama bir tutam. თუმცა ზოგიერთი წინააღმდეგია. Annem bile. დედაჩემი ალბათ თავსას მოიკლავს. Çocukluğumdan ფორტეპიანოზე ბავშვობიდან ვუკრავ. დედას მიეჩნია, რომ ეს ახალგაზრდა მოგრძალებული გოგონასთვის მხოლოდ გატაცება შეიძლება იყოს.
თუმცა ჩემთვის ეს მარტო გადაცემა არ არის. ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელმაც კი ჩემი სახელით განცხადება შეიტანა ამერიკის ცნობილ კონსერვატორიაში. იმედია ჩაირიცხები. მისი აზრით მოვეწყობი. თუმცა არ მგონია ეგ წასვლა შევძლო. რატომ? გზის ფული არ გაქვს? მარტო შენ არ ხარ გამოუვალ მდგომარეობაში იამან. უნივერსიტეტში მოწყობა უფრო იოლია ვიდრე დედაჩემის დარწმუნება. გიცდია? რამდენჯერაც გინდა. შენს ადგილას არავის მივცემდი ამის უფლებას. ოცნების სასახდენად ყველაფერს ვიღვანებდი. ყველაფერს. Gerçek değiştirmek için elimden geleni yapardım. შენ როდის გავს გამოცდები? თვის ბოლოს. ნახოთ. მერე არ უნდა მოემზადო? რა დროს მშენებლობაზე მუშაობა? რა ვქნა ასე ასაჭირო. აი ხომ ხედავ? მე მეუბნები და თვითონაც ვერაფერ შვები. კედლების ღებით უნივერსიტეტში ვერ მოეწყობი. ბავშვობიდან ვალდებულებები არ დამელია. ჩემი ცხოვრება თქვენი ცხოვრებისგან მკვეთრად განსხვავდება. ხედავ? ისევ თქვენი და ჩვენი ამოდივდივდა. კარგი უკვე გვიანია. სასმელისთვის დიდი მადლობა. შენთან დალაპარაკებაც კი შეუძლებელია. მაშინ მე გწყინს და ზღარბივით იჩხვლიტები. მერტი ასეთი აღელვებული არასდროს მინახავს. ხოლ პირველი პაემანი აქვთ. ისეთი აღტკინებულია, რომ ლამის დაფრინავს. უკვე წლებია იმ გოგონაზე ოცნებობს. იმედია ამჯერად გაუმართლებს. მითხრა სანაპიროზე რომელიმე კაფეში დავსხდებითო. მე კი შევთავაზე. კლუბში ადგილებს დაგიჯავშნით მეთქი. მართალია იამანიც მათთან ერთად იქნება, მაგრამ პირველად თუ ხდებიან ერთმანეთს, რა უცილებელია სადმე დასხდნენ. მოეშვი, სადაც უნდა იქ შეხვდნენ. იქნებ სანაპიროზე დაждоმა უფრო კარგიც იყოს. ვინ იცის? მამას ნუამბობ. კლუბში უფრო საიმედო სიტუაცია იქნება. ასე რატომ გონია? პირველ პაემანზე იანიკაფში რომ წაგიყვანე, ცოდი იყო? არა, ძალიან კარგი იყო. ო, რა თქმა უნდა. ახლაც კი მახსოვს შენი სახე სასადილოს სუფრები რომ დაინახე. თვალები გაგიფართოვდა, აქ როგორ უნდა დავსხდეთო. გახსოვს საყვარელო? ხო, ეგ ვიკითხე. მაგრამ მაინც დავჯექი. დანა ჩანგალიც კი გაწმინდე ჩუმად. თანამობდი რა საყვარელი ადგილიაო. მართლა მომეწონა იქაურობა. მაგრამ ეს იმიტომ რომ შენ გარდა ვერაფერს ვხედავდი. კარგია რომ მითხარი. იქნებ მოვახერხოთ და ისევ წავიდეთ. ნახოთ, ახლაც თუ ვერაფერ შეამჩნევ. შენთან ერთად ყველგან წამოვალ. იმედია არ მეტყვი კლუბში მაგიდა შეუკვეთოთო. თანაც ზუსტად მათ გვერდით. რა თქმა უნდა, არა. არა. ბალახზე უნდა ვირბინო. სანამ შეყვარებულია. ვერაფრით ვერ დავიძინე. მოდი ვილაპარაკოთ, ან რამე ვითამაშოთ. რამით უნდა დავკავდე, თორემ? Ağlatırım ama. იცოდე ინანებ. თანახმავარ. მადლობ, იამან.
კარგი, რას ამბობ? მომეცი. არა, გაუშვი, წამოვიღებ. გაიხარიგ, მადლობ. არაფერს. დილამშვიდობისა. ოჩახ. ისედაც ადრე ადექი და ბაღაზიაში შენ გაგიშვეს? არა უშავს. სალიხმა წუხელ ფეხი იტკინა და იამანს თხოვა სახილებზე წასვლა. ყველაფერი მოიტანე? რაც ეწერა, ყველაფერი ვიყიდე. აიხურდა. შენ კონდეს შვილო. არა. წავალ, შხაპს მივიღებ. მერჯერ ნუ გააღვიძებ თეძინოს. გამთენიისას დაიძინა. კარგი? კარგი შვილო. ალმასი ტალახშიც ალმასად რჩება. აი ცოცხალი მაგალითი. მართალია. კარგი ბიჭია. ადრია, არადგი. სად მიდიხარ? იამანის დედას მინდა დაველაპარაკო. რატომ? რამე მოხდა? არა. მე შენი არ გამოჩდეს და ამ ბიჭის სევარაურიოს თავგზა. არა და თითქმის მიაღწია მიზანს. გამოცდებს თუ ჩააბარებს, უნივერსიტეტში ისწავლის. არ მინდა ბოლო წელს გაუთვალისწინებელი რა მოხდეს. მაგრამ რას ეთქვი? მის ხოვრებაში ნუ გამოჩნდები და შვილი დაივიწყეთქო? რა თქმა უნდა, ამას ვერ ვეთყვი. მოდი წავალ და მე დაველაპარაკები. გთხოვ. დედები ვართ. და ჩემი აზრით ერთმანეთს უკეთ გავუგებთ. ნახონდის დედა, ნახონდის შვილო, დროებით. დილამშვიდობისა, იავოს, დილამშვიდობისა. ნახონდის მამა. კუთხეში დამელოდე. აქ ვერ ჩაგიждები მანქანაში. კარგი. ჯერ მანქანაში წარჩემშდარ ვარ, ასაკეთებ. გაწიე ხელი. დამშვიდი. წერილი შენი ხელით არ გამომიგზავნე? ახლა უკვე ჩემი შეყვარებული ხარ. ასე რომ შემიძლია გაკოცო და მშვიდობიანი დილად ისურვო. იცოდე ვიყვირებ. თავი დამანებე. მიდი დაძარია ქაურობას გავეცალოთ. ამის სამართს ვეძებთ. მაჩვენეთ? პირდაპირ იარეთ. მე მარცხნივ გავუხვიეთ და იქ ჩიხი შეგხვდებათ. მადლობ. ნახვამდის. ნახვამდის. თქვენებს ეძებენ, რა ხდება? ეკალი ენდერ სერეზია. რას ამბობ? გამარჯობა. მოგძანდით. შეიძლება ყავაზე დაგეწვიოთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შემოგძანდით. ფრთხილად იადაკი სველია.
მივწერე რომ კლუბში მაგიდა შეუკვეთე. რა, კლუბში? არავითარ შემთხვევაში არ წამოვალ. რატომ? ამაში ცუდი რა არის? ხომ აპირებდი წამოსვლას? Ulan bir inşaat. ხან მშენებლობა, ხან ძვირფასი კლუბი. სულ დავიბენი. არა უშავს. ჯინსებით კლუბში არავინ შემიშვებს. ახლავე გავთხილებ. პიჯაკს არ ჩავიცვამ. Film ceket falan giymem. არა, ასე შეგიძლია. მარტო მაისური გამოიცვალეთ, რომ საღებავით გაქვს დასვლილი. Ya tişört değil. მაისურს კი გამოვიცვლი, მაგრამ სხვას ვერაფერს. კარგი, არა უშავს. დღეს ორკონი არ არის? არ დამინახავს. Dünkü kriz ეთქობა გუშინდელის გამო ხალხში გამოჩენის შერწყვა. herhalde. რომ გეცემა მაშინ გენახა. Var ya. Aduket. Şaryuket. Dap 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 dap. Aduket. Aduket. Maymun. ნუ მაიმონობ. Şaryuket. აი, ზაღლი ახსენეო. გონი შენსაცემად ხალხი მოიყვანა. თხილად იყავი. Kolla kendini. როგორ ხარ მოწყო ბიჭო? Halimi göstereceğim. მე შენ გაჩვენებ მოწყობას. შერა, საათი არ გიმუშავებს? ჯგუფი მოგიყვანეთ, რომელიც ჩემზე უკეთ იმუშავებს. საქმისას ადრე მორჩები და ყველა ჩვენ-ჩვენს გზას გაუდგებით. Ondan önce iş biter. Herkes yoluna gider. ეგრაშუაშია. სახლი რომ დაწვი, აქ ამიტომაც გამუშავებენ. მე არაფერი დამიცავს. მერტ, მოდი აქ. შენი აზრით საჭირო რომ ყოფილიყო დედა ჩემი ვერ მოიყვანდა მუშებს. Yaman შენც ისე უნდა იმუშაო, როგორც იამანი მუშაობს. Yaman ეთქობა იამანს მოსწონს მშენებლობაზე მუშაობა. ყველა მისაკეთოს, ვისაც რა ეკადრება. შენი აზრით შეურაცხყოფას მაყენებ? çalışmaktan. მე მუშაობა არ მეთაკილება. მაშინ რატომ წკინს? Bak işine dolaş. ფეხებში ნუგედები თორემ, ისე ორმოში აღმოჩნდები. ზადი შენ საქმეს მეხედე. გაჩერდი, რასაკეთებ? Hay ben senin. ახლა გაჩვენებ. Yalnız kurban- გაწმინდე სანამ არ გამშრალა. Ya da atın ან გადააგდეთ. gider öyle yap. მე ჩემი გადავაგდე. ჯანდაბა, evet ya. მართლაც. Yine şaşırt. ისევ გამაუცეთ. მეგონა იმისთვის მოხვედით, რომ გეთქვათ, იამანი წაიყვანეთ ჩემი სახლიდან. Diyeceksiniz zannetmiştim. მაგრამ თქვენ მე უბრალოდ არ მინდა სულ თქვენზე ფიქრობდეს. იქნებ დამშვიდეს. და რაღაც ცხოვრება შეძლოს. თქვენ მისი დედა ხართ, უნდა იცოდეს, რომ გვერდით ყავხართ. ეს უნდა იცოდეს. თუმცა მისთვის უკეთესი იქნება თუ გვერდით არ ვეყოლები. ეს შეუძლებელია. იამანი სხვანაირია. ის საერთოდ არ გავს კენანს. ქალბატონო ენდერ, ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებ, მაგრამ ყველაფერს ვხედავ. იმ დღეს თავად ბრძანეთ, რომ უნივერსიტეტში უნდა ისწავლოსო. ამიტომ პრობლემებს უნდა მოერიდოს. ჩემ გვერდით კი მას პრობლემები არასდროს დაელევა. არ მინდა ჩემი შვილი ტვირთად დაგაწვეთ. მაგრამ მე ის არ მაქვს, რაც თქვენ გაგაჩნიათ, ქალბატონო ენდერ. Senin sahip oldukların ფულს არ გულისხმობ. არასწორად ნუ გამიგებთ. თქვენ სახლში სიმშვიდე და სიყვარულია. დავინახე რა სიყვარულითაც გიყურებდეთ თქვენი ქმარშვილი. çocuğunun იამანიც კი პატივს გცემთ. თქვენი ოჯახი ერთ მუშტად არის შეკრული. მეგი, მე ეს ვერ შევძელი. არ გამომივიდა. ყველა თავისი გზით წავიდა. თქვენ ჩემზე უკეთეს დედობას გაუწევთ იამას. ეს დანამდვილებით ვიცი. დღეს ამ სუპერმარკეტში უნდა იმუშაო? შენს ღიმილს ვერ ვეღირსი. იმიტომ რომ ნერვიულობ. ძვირფასო, ეს პირველად არ ხდება. შენზე სერიოზულად ვფიქრობ. კენანი ჩემი მეგობარია. განა შემიძლია სისულელის გამო მასთან ურთიერთობა გავიფუჭო. Güzelim. საყვარელა.
დანახვის დღიდან მომწვან ხარ, მაგრამ შენ ქენანს დაძლებდი უკან. განა ქენანი შენი ღირსია? არა, თანაც შენს გარდა სხვა გოგოებსაც ხვდებოდა. რა სისულელეს ამბობ? რაკი დავიწყეთ, ბარემ გეტყვი. ქენანი ყოველთვის რქებს გარგამდა. ყველა ერთი ნაგავი ხართ. ამას იმიტომ გეუბნები, რომ თავი დამნაშავედ არ იქნა. დაფიქრდი, ქენანის დრომ ჩაიარა. ამას შენსაც ნობიერებ, თორემ წუხელ, რაც გქონდა, არ მოხდებოდა. ხომ ასეა? ალბათ მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობით ვერაფერს იხეირებდი და ამიტომაც დაიჭირე ჩემთან საქმე. ასე არ არის? მაგვიანდება. მითხარი, მთელი წელი უნდა ელოდო ქენანს. Kim kollayacaksın? ვინ გაგიფრთხილდება? ვინ დაგიცავს? წერილი უკვე დავწერე. დღეს გავოგზავნე. ნუ თუ მართლა ვინმეს დასაცავად გამიხდება საქმე. მათ ყველაზე მეტად ვიღაც დოლონჩ ნადირის ეშინიათ. მისი ვინაობა რომ გაგვეკებინა, მაშინ შესაშინებელი აღარაფერი გვექნებოდა. გამიშვი, გამომაგდებენ. წადი. აიშე. აიშე. საღამოს რომელზე ამთავრებ? აქ 5-ის ნახევრამდე მუშაობ, მერე კი 6 საათზე სხვა განიმართება კოქტეილი. კარგი. საღამოს მოგეკითხავ. არა, არ გინდა. აქ ჩვენი სერვისი გვაქვს. ქენანი არ გეგონა. მარტო ვერსად გაგიშვებ. შევთანხმდით? გეკითხები შევთანხმდით? ხო, შევთანხმდით. გაჩვენდით. 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 გეყოფათ ნუ დარბიხართ. ჩემს თავში ნუ დარბიხართ. ნუ დარბიხართ. ადგილი არ არის. გაჩვენდით. ჩემს თავში ნუ დარბიხართ. გაჩვენდით. ნუ დარბიხართ. გაჩვენდით, გაჩვენდით. ადგილი არ მაქვს. გაჩვენდით. 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 თავი დაანებე. ხელში ბენზინი მიჭირავს. კაცი არაფერი დაგემართოს. შენი აზრით ბენზინი რამეს უშველის? Abi ya. Yanında ისე შენს გვერდით ასანთი რომ აანთონ, ცეცხლი მოგედება. ჩემს გვერდით ასანს ვერავინ აანთებს, რადგან არ მოვდივარ. მარტოს მოგიწევს სასხლა. არა, იამან. შეხედე უკვე, გაიწმინდა. მორჩა რა გინდა? ორ გოგოსთან ერთად მარტო ხომ არ გამიშვებ? შეუძლებელია. ჯერ ერთსაც ვერ შევგვეებივარ და ორთან მარტო როგორ წავიდე? asıl ben kendiliğimden alev alırım. მეორე გოგო ვინ არის? Tuğçe de geldi. ტუხჩე მოდის. ორი ორზე ვიქნებითო. ესე იგი, ტუხჩეც მოდის? რას ეკეთებთ? რისი სუნი დგას? არ ვკითხე და ორკონმა გაუტია და საღებავი გადაასხა. Ne yaptı şovunu? Pislik ya. იჩხუბეთ? არ გვიჩხუბია. თუმცა ის არ ამზადა ორკონი, ბევრ შეეცადა. შემთხვევით მოხდა საღებავი გადამესხა. ხო, ამ შემთხვევას ორკონი ქვია. მთელი ვედრო საღებავი გადაასხა იამანს. გეყოფა. მაგრამ იამანი ჯენტლმენია. მის სანკეს არ წამოეგო. კარგი ბიჭები ხართ. ბენზინით გაწმენ და სად გაგონილა? უკვე თითქმის გაიწმინდა. ახლავე ნაგვის ურნაში ჩააგდე. რატომ უნდა გადავაგდოთ? ჰაერზე განიავდება. ნუ დაიჩემე იამან. მაგის ჩაცმა აღარ შეიძლება. მაგრამ სხვა ფეხსაცმელი რომ არ მაქვს? Nasıl olsa bundan sonrası რაც უნდა იყოს მომავალშიც დაგჭირდება. წინ უნივერსიტეტი გელოდება. წარმოიდგინე რომ სასკოლო ფორმას ყიდულობ. მართლა, თქვენ სკოლაში თავისუფალი ჩაცმის სტილი ქონდა თუ არა? მე ერთ ცოტას და გადავიფიქრებ. კარგი რა, ყველაფერი ნუხსხინს. აი, ესეც გაიზომე. Selam. უკაცრავად ასეთი სამაჯურები არ გაქვთ? ძალიან მომწონს. ახლავე ვნახავ. მე ერთ. კარგი. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.